მე-6 საუკუნე ბიზანტიის იმპერიის ისტორიისთვის გარდამტეხი ეპოქაა. ამ დროს იმპერიას მართავს იუსტინიანე პირველი, რომლის მიზანიც ბიზანტიისთვის ძველი რომის იმპერიის დიდებულების აღდგენაა. იგი ცდილობს იმპერია განამტკიცოს იმ საზღვრებში, რომელიც თავდაპირველად რომის იმპერიას ეკუთვნოდა. დასავლეთში მისი არმიები იბრძვიან ვანდალებისა და ოსტგოტების წინააღმდეგ. აღმოსავლეთში კი ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე სასანიდთა ირანი კავკასიისა და შავი ზღვისპირეთის გავლენისთვის ეცილება. იუსტინიანეს ძალაუფლება მხოლოდ ომით არ იზომება. მისი მმართველობა კულტურული და სამართლებრივი გარდაქმნებითაც აღინიშნება. სწორედ ამ პერიოდში იქმნება რომაული სამართლის კოდექსი, კორპუს იურის ცივილისი, რომელიც საუკუნეების შემდეგ ევროპის სამართლის საფუძვლად იქცა. კონსტანტინოპოლში კი მისი ბრძანებით აიგო მონუმენტური ტაძარი, წმინდა აია სოფია, იმპერიის სიმბოლო და ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი საკულტო ნაგებობა. წყაროებს დაუჯერებთ ადრე, აქ რაღაც ლაზებს ჰქონდათ ციხე. როგორც პროკოპი წერს, უმნიშვნელო ეს რამდენად დამაკნინებელია ვერ გეტყვით ახლა უმნიშვნელო. მაგრამ ფაქტი აღნიშნა, რომ იყო. სამწუხაროდ ესეთი კონკრეტულად ფაქტები, არტეფაქტები უბრალოდ ცოტა ძნელი მოსაძებნია. უფრო წელგამართული ვართ, როდესაც საუბრობთ იმაზე, რასაც თქვენ დღეს ხედავთ. ეს არის მე-6 საუკუნე ახალი წელთაღრიცხვის, როდესაც იუსტინიანეს ბრძანებით, თხოვნა არ იქნებოდა თავისთავად, აშენდა ციხე, მისი გალავნით. ამავე პერიოდის არის საკულტო ნაგებობა, რომელიც მოიხსენიება ჩვენ სამნავიანი ბაზილიკის სახელით, ძალიან დიდი ნაგებობა არის. რაც შეიძლება შეადაროს სხვა ნაგებობებს, ამას მისი დათვირთვა ჰქონდა, თუ წერილობით წყაროებს დაუჯერებთ, მაგრამ კლასიკის საეპისკოპოსი იყო განლაგებული ამ ტერიტორიაზე. როგორც ციხეს ეკადრება მისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება თავის დროს. მხედველობაში მაქვს აბანო, რომელიც არის ძალიან კარგი, არის ესეთი სამეურნეო დანიშნულების ადგილები და ბოლო ხანებში ჩვენ კიდე ერთი დამატებითი ნაგებობის კედელი აღმოვაჩინეთ, შეიძლება ესეთ ამბავად ვთქვათ, რომელსაც ვფიქრობ, რომ უშუალოდ იქ ციხეში განლაგებულთა მომსახურებების სივრცის სახელი შეიძლება დავარქვათ. დღესაც და მაშინაც იყო კონკურენცია იქ თავშეთ იგივე ბიზანტია, რომელიც როგორც ხარით იყო მნიშვნელოვნად ევროპული, მაგრამ იყო ასევე აღმოსავლური სახელმწიფო და წმინდა აღმოსავლური სასანიდური სპარსეთი იბრძოდნენ სწორედ ახლო აღმოსავლეთში ბატონობისთვის და ამ კონტექსტში ჩაჯდა უკვე ორივე ქართული სახელმწიფო, იმდროინდელი ქართლიც და ლაზეთით. მოგეხსენებათ, სპარსელებს უფრო მეტი წარმატება ჰქონდათ აღმოსავლეთში, მიუხედავად ვახტანგ გორგასლის გმირული ბრძოლისა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში, სპარსელებმა მოახერხეს აღმოსავლეთ საქართველოს დამორჩილება და მათთვის დღის წესრიგში დადგა დასავლეთის, იმდროინდელი ლაზეთის, ეგრისის ქართული ტერმინოლოგია რო გამოვიყენოთ, დაპყრობას. რატომ სჭირდებოდა სპარსელებს ეს? იმიტომ რომ ისტორიული გამოცდილება, თუნდაც ვახტანგ გორგასლის ისტორია, თუნდაც შემდგომდროინდელი მმართველების ისტორია გვაჩვენებდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მმართველები ყოველთვის პოულობდნენ ზურგს, დასაყრდენ დასავლეთ საქართველოში მეფობს იუსტინიანე, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი ივანე ციბე იყო საკმაოდ ანგარებიანი პოლიტიკოსი და სტრატეგოსი იყო პრინციპში. საკმაოდ დაბალი ფენებიდან გამოსული ადამიანი, თუმცა წყაროები გეუბნებიან, რომ ის თავისი თავხედობით, ვერცხლის მოყვარეობით და ასე ვთქვათ, ეშმაკობით ახერხებდა გზის გაკვებას და რა თქმა უნდა, სწორედ ამ ადამიანმა როგორც ჩანს დაარწმუნა იუსტინიანე, რომ აეშენებინა ციხესიმაგრე დღევანდელ ციხის ძირში, პეტრაში, უფრო ზუსტად პეტრა პია იუსტინიანა ქვია ამ ციხეს. მაგრამ იმპერატორის თვალები
მხოლოდ დედაქალაქისკენ არ არის მიპყრობილი. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო, დღევანდელი დასავლეთ საქართველოს რეგიონი ხდება დიდი პოლიტიკური თამაშის ასპარეზი. აქ გადის სავაჭრო გზები, რომლებიც ბიზანტიას სომხეთსა და ირანთან აკავშირებს. აქედან შეიძლება კონტროლი დამყარდეს შავი ზღვის ჩრდილოეთით მცხოვრებ ტომებთანაც. სწორედ ამიტომ ლაზიკა ქართველური ტომების სამეფო გადაიქცა სტრატეგიულ საკვანძო წერტილად. ჩემთვის პირადად მართლა ძალიან საინტერესოა, როგორ ახერხებდნენ აი ასეთი მაღალი და საკმაოდ მასიური კედლების აშენებას და ციხეების აშენებას. პროკოპი კესარიელს აქვს უშუალოდ მის წერილობით წყაროებში, რომელიც ცლადა აქვს მიმოხილული აღნიშნული ციხესიმაგრე. ის ამბობს, რომ ორ ბორდ შორისო კოშკი არისო და ეს კოშკიო დაკავშირებული არისო ერთმანეთთან საკმაოდ მაღალი კედლებითო. ის საინჟინრო ტექნოლოგიები, რაც ბიზანტიაში არსებობდა, ეს იყო რომაელებიც იყენებდნენ და ბუნებრივია რომაელებმაც აიღეს სპეციალური ამწეები იყო, რომელიც მექანიკური ხელის მოძრაობით ხდებოდა ყესების დაჭიმას, რითაც შეიძლება მასიური ქვის ლოდების ატანა მათთვის ასურვალ სიმაღლეს. ბუნებრივია ხარაჩოებიც იქნებოდა, ქვითკირია გამოყენებული, ეს ისედაც მიღებული ფორმა იყო იმდენ სამშენებლო ტექნოლოგიაში. და სწორედ ამ პერიოდის ამ საინჟინრო მოწყობილობებით ახერხებდნენ მსგავსი ტიპის სასიმაგრო კედლების აშენებას, ამაზე მაღალიც კი აქვთ აგებული და ეს კარგად ჩანს აქაც მოქალაქეებშიც და კიდევ ერთ ხაზს გავუსვამ, რომ კი ქართული ინჟინერიაც არსებობდა, ქართველებიც აგებდნენ, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ აი ბიზანტიასთან ეს პოლიტიკური ურთიერთობა რომ იყო, იქ კულტურაც მახსენებდა ბუნებრივია განათლებას და ბევრი ქართველი ახალგაზრდაც იმ ეპოქაში ბიზანტიაში იღებდა განათლებას და არ არის ეს. ლაზთა მთავრები ცდილობენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და ხან ბიზანტიას უახლოვდებიან, ხან ირანს. ეს ბალანსი კი საკმარისი აღარ არის იუსტინიანესთვის. მას სურს საკუთარი ყოფნა აქვე ფიზიკურად გაამყაროს გალავნებით, ციხეებითა და სიმაგრეებით, რომლებიც მის გავლენას დაამტკიცებს. ეს ეპოქა ომებით, რეფორმებითა და დიდი პროექტებით დატვირთული ქმნის ფონს, სადაც იწყება პეტრაციხის ისტორია. და სწორედ ამ დროს ლაზურის სიმაგრის ადგილას იმპერატორი იუსტინიანე დიდი ქვისგან აღმართული ციხე-ქალაქის აგებას გადაწყვეტს. პეტრაციხიძირის მოზაიკა ფრაგმენტების სახით არის მოღწეული. მოგეხსენებათ, ეს ფრაგმენტები შენახული იყო მცირე ეკლესიის საკურთხევლის იატაკის ქვეშ და ალბათ ეს გახდათ უფრო ძველი ნაგებობი, შესაძლოა უძველესი ბაზილიკის იატაკის მოზაიკის ფრაგმენტები, რომელიც როგორც რელიკვია, როგორც ძალიან ძვირფასი სახსოვარი იქნა შენახული ტაძრის ინტერიერში. მოზაიკის ტექნიკა შესრულებულია opus tesulatum ამ პრინციპით, მაგრამ გამოყენებულია ბუნებრივი ქვები ძირითადად, განსაკუთრებით მოთეთრო, მონაცრისფრო, მომწვანო მოცისფრო, ყავისფრო, შინდისფერი და წითელი ფერის კვის კენჭებით. სხვადასხვა ზომის. ზოგან წყობა ძალიან მჭიდროა, თავად მოზაიკის ზედაპირისა, მაგრამ ზოგან იგრძნობა ფაქტურა, იმდენად მჭიდროა და ეს განასხვავებს მას ზოგადად ადრექრისტიანული ხანის ბიზანტიური, უფრო წმინდა წყობის მოზაიკური ტექნიკისაგან. არქეოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ პეტრა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ადმინისტრაციული და რელიგიური ცენტრი იყო. ნაგებობებში აღმოჩენილი ეკლესიისა და აბანოს კომპლექსის ფრაგმენტები ადასტურებს, რომ ციხე ქალაქის ტიპის დასახლების ფუნქციას ასრულებდა. აქვე სულ ახალი კვლევების შედეგად ნაპოვნია ძალზედ საინტერესო მოზაიკა. რეალურად შემორჩენილი ფრაგმენტები ერთმანეთს არ უკავშირდება. ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ დაახლოებით შინაარსი და გავიგოთ აი ამ მოზაიკური ფრაგმენტების კომპოზიცია თუ რას გამოხატავდა. როგორც ხედავთ, აქ არის წარმოდგენილი მოთეთრო ფონზე
ვაზის გამოსახულება, ვაზის ღერო, ვაზის ყლორტები, რომელიც ძალიან თავისუფლად იშლება აი ამ მარმარილოს ამ თეთრ ფონზე, თავისუფლად მდიდარი ფერადოვანი გამა გააჩნია და ეს ყლორტები, ფოთლები, ყურძნის მტევნები შესრულებულია ფერწერულად. ერთადერთი ფიგურული გამოსახულება, რომელსაც აქ ვხედავთ, ეს არის ფრინველის ტანის ფრაგმენტი და ფრინველის ფეხი, რომელსაც გასაოცარ წითელი ფერის კენჭების ჟღერადობა გააჩნია და ეს ერთადერთი დეტალი ალბათ მიგვინიშნებს იმაზე, რომ აქ გამოსახული იყო, როგორც ჩანს, სამოთხესთან ასოცირებული ვაზის მტევნებს დატანებული ჩიტების, ფრინველების გამოსახულება და კომპოზიციურად შეკრული ერთთლიანობაში, რომელიც უკავშირდება ზიარების ანუ ევქარისტიის საიდუმლოს. იატაკის მოზაიკა არის ძალიან ხატოვანი. საოცარი სითეთრე აქვს, საოცარი ნათება აქვს. ეს ფოთლებიც მრავალფეროვანია, მრავალტონალურად არის გადაწყვეტილი. მაგალითად, მომწვანო, მონაცრისფრო, ესეთი მოსისფრო ტონის ფოთლებს წითელი კანტი შემოუყვება. ან ფოთლის ერთი მხარე ყვითალო მოყავისფრო ფერებით, ან მომწვანო ტონებითაა დამუშავებული, რაც გვეუბნება იმას, რომ აქ მართლაც განსწავლული ძალიან ესე ვთქვათ, შემოქმედი ლაღი ოსტატები მუშაობდნენ. მოზაიკა ამჟღავნებს მე-5 საუკუნის ბიჭვინთის ტაძრის, ბიჭვინთის ბაზილიკის მოზაიკებთან, როგორც ფორმის ახსნის თვალსაზრისით, ასევე ფორმის პლასტიკური გადმოცემის თვალსაზრისით და რაც შესაძლოა ადასტურებდეს იმას, რომ აქ არსებობდა შავიზღვისპირეთში ადგილობრივი მოზაიკური სკოლები, სადაც ხდებოდა როგორც აი ამ მოზაიკური კენჭების წარმოება, ასევე რა თქმა უნდა მოზაიკური პანოების აწყობა. მან გადაწყვიტა ეშენებინა ძლიერი ციხე-ქალაქი. 535 წელს მისი ბრძანებით ლაზიკაში გაგზავნილმა სარდალმა იოანე სტრატეგოსმა აქ დაიწყო ფართომასშტაბიანი მშენებლობა. ახალმა სიმაგრემ მასშტაბებით და ფორმებით რადიკალურად შეცვალა ადგილობრივი ლანდშაფტი. მასიური გალავნები, ციტადელი და ინფრასტრუქტურა მას უკვე აძლევდა იმ ძალაუფლებრივ სიმბოლიკას, რომელსაც ბიზანტია ავითარებდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. როდესაც რაღაცა იგრევა, რეკონსტრუქცია უფრო ადვილია, იმიტომ რომ ეს ერთ ადგილას ხდება ეს ყველაფერი. და ნუ ახლა დანგრევის მიზეზად მე შეიძლება დავასახელო მიწისძვრაც, მათ შორის ნუ კი ბატონო საომარი მომენტები არის იქ რაღაცებს აფეთქებენ, ნუ აფეთქებენ ამტრავენ უბრალოდ. მაგრამ აქ როდესაც ლაპარაკი არის ადრე ბიზანტიურ პერიოდზე, ეს არის მე-6 საუკუნე, ხო? შემდეგ ეს ბრძოლები, რომელიც ეგრისის ომების სახელით არის ცნობილი, ნუ არ მთავრდებდა სპარსელებსა და ბიზანტიელებს შორის. რისი დანგრევა შეუძლია ანგრევა. რისი გაკეთებაც შეუძლია შემდგომ აღდგენით, აღადგენით. რაღაც ძალიან მცირე პერიოდია, როდესაც ქართული სივრცე შეიძლება დავარქოთ მას, რასაც მცირე ეკლესია უკავშირდება. პეტრა სწრაფად იქცა არა მხოლოდ სამხედრო სამართლებრივ ცენტრად, არამედ სავაჭრო კერადაც. სწორედ აქედან აკონტროლებდა ბიზანტია შავი ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვან მონაკვეთს და ლაზიკის გავლით მიმავალ სავაჭრო გზებს. ბიზანტიელებმა პეტრას საშუალებით ლაზებზე დააწესეს ეკონომიკური მონოპოლიაც, რამაც ადგილობრივებში უკმაყოფილება გააჩინა და კონფლიქტების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. რომაული სამხედრო სტრატეგიის ამოსალებიდან გამომდინარე და აქ უნდა ყოფილიყო წესით პატარა ფორტი. მოკლედ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ასეთი მონუმენტური სერიოზული ნაგებობა არ იყო. ნუ ზუსტად 535 წელს არ აიგებოდა, უფრო ცოტა ადრე, ნუ ყოველ შემთხვევაში სადღაც 20-იან წლებში მაინც. ამ პიროვნების ან იონაციბეს ძალისხმევით ეს ფორტი მისი ესე ვთქვათ რეკომენდაცია იყო იქით აშენებული და ამ ანგარებიანმა ადამიანმა ეს სტრატეგიული ინტერესები გამოიყენა პირებ გამდიდრებისთვის, მან დააწესა მონოპოლია ფუფუნების საგანზე, მარილზე, რომელიც მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი იყო და დაიწყო გამდიდრება. ძალიან დიდი გახიზნება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში. თუმცა მთავარი კონფლიქტი, რომელიც ისტორიას ლაზიკის ომის სახელით შემორჩა, ჯერ წინ იყო.